მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა, საერთო ეს გაშლა და რასაკვირველია, საერთო ყველას არ დაგემთხოვოთ, მაგრამ მაინც ვისთვისაც იდენტიფიკაცია დაემთხოვა, უყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტში და ლაიკები ენერგოცვლისთვის არ დაგეზაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. თემატიკა არის ამ გაშლის ასეთი, მოხდება თუ არა წლის ბოლომდე თქვენი შერიგება. ვინც გაბრაზებული, ვინც გაბუტული, ვინც პაუზაში გრძნობთ თავს, ეს იმ ადამიანებისთვის არის ეს გაშლა. ამ შემთხვევაში წლის ბოლომდე ძალიან ცოტა დრო დაგვრჩათ სადღაც 10 დღე, მაგრამ თუ წლის ბოლომდე უყურებთ ამ გაშლას, იმოქმედებს. წლის ბოლომდე, ვინც წლის დასაწყისში უყურებთ და სხვა შემთხვევაში უყურებთ, მაშინ ეს იმოქმედებს დაახლოებით 10-14 დღის ვადების პერიოდში. ამიტომ გაშლები მოქმედებს ჩემი მაშინ, როცა ნახულობთ ან ამოგივარდებათ. და თქვენი კომენტარებიც გამიზიარეთ, რაოდენ კმაყოფილები ხართ ხოლმე გაშლით. რამდენად მოგწონთ, ან რამდენი ისეთი თემატიკა არის, რომელიც გინდათ რომ გავშალო, ოღონდ საერთო თემას, რომელიც მოერგება. ამ შემთხვევაში გავიგოთ ვინ ხართ თქვენ, რომ ხვდეთ ეს გაშლა თქვენია თუ არა. ვინ ხართ თქვენ? აი ენერგიებში ხართ ახლა, როცა აი ამ გაშლას უყურებთ. რა ხდება თქვენ ენერგიებში? ძალაო. პირველი რაც მომდის, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება 8 რიცხვში ხართ დაბადებული, მერვე თვეს 8 რიცხვში ან რვიანები არის თქვენი ბედის მატრიცაში, დაბადების წელიწადში რვიანები, ასე ვთქვათ, ჭარბობს. არ არის გამორიცხული, პირველი ეს მომივიდა და ამიტომ აღნიშნავ. მაღალი არკანი, მერვე მაღალი არკანით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ. აქვე იმასაც დავამატებ, რომ მომდის, რომ შეიძლება ლომიც მერვე თვეა თუ არ ვწდები, ეს არის მერვე თვე აგვისტო და ლომიც აგვისტოს თვეშია დაბადებული და შესაძლებელია ლომი ბრძანდებით მართლაც ჰოროსკოპით, მაგრამ ჰოროსკოპს ნუ მივეჯაჭვებით საერთო გაშლაში, ეს უბრალოდ დეტალებია რაღაცა პროცენტისთვის. ქალი ბრძანდებით თუ მამაკაცის გაშლა არის ორივე სქესისთვის ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ, შეიძლება ხართ ფიზიკურად ძლიერი, ფიზიკურად ვარჯიშებს უთმობთ დროს, სპორტულ, ასე ვთქვათ, ჯანსაღ მდგომარეობას მისდევთ თქვენი ორგანიზმისას, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ასპექტი, ნაწილი ასეთი იქნება, ნაწილი იქნება ისეთი ადამიანი, ვინც უბრალოდ ძლიერია ლომით, შინაგანად, აი ლომივით ძლიერია, მაგრამ ყავს პარტნიორი, რომელმაც ასე ვთქვათ, მონუსხა, რომლის სილამაზემაც, რომლის შინაგანმა ღირებულებებმაც, ფსიქოლოგიამაც, რაღაცნაირად ისეთი მნიშვნელოვანი ლომის წილი გამომეორდები იმოქმედა თქვენ ცხოვრებაში და რაღაცეები გააკეთა, რომ აი ესე მონუსხული ხართ ახლა მისი გარემოცვით, მისი სილამაზით, მისი შინაგანი ძლიერებით, მისი ამტანობით, ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ იქნება თუ საერთოდ რაღაცნაირი მისი სულიერი სიძლიერეს გრძნობთ, ასე ვთქვათ, შინაგანი სიძლიერის კარტია უფრო მეტად ეს კარტი. თქვენ პარტნიორზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, იმიტომ ასე მომდის ენერგეტიკულად, თორემ ეს უნდა იყოს თქვენი იდენტიფიკაცია. წესით აი ეს ქალბატონი უნდა იყოთ თქვენ, მაგრამ ამ შემთხვევაში რას გულისხმობ? თქვენ პარტნიორზე მომდის ინფორმაცია, თქვენ მომდის, რომ თქვენ ხართ აი ეს მონუსხული ლომი. ძალიან ძლიერი შინაგანად შეიძლება ჰოროსკოპითაც ლომი შეიძლება ძალიან ძლიერი ხართ, როგორც გითხარით, სპორტულად ცხოვრების სტილისტიკას მისდევთ და ჯანსაღ წესს მისდევთ და საერთოდ ლომი ხართ, აი ესეთი გამტანიანი ყველაფრის და ყველაფერში და მეფე ხართ თქვენი საქმიანობის, თქვენი ტიპაჟი ხართ ისეთი, რომ აი ხალხს ლიდერი, ხალხი გენდობათ და მოყვებათ, მაგრამ მონუსხული ხართ ამ ქალბატონით, აი თქვენზე მომდის ამ შემთხვევაში ლომზე. ამიტომ ვიძახი, რომ თქვენი პარტნიორი წარმოდგენილია ვარსკვლავად, როგორი საოცარი კარტია ლომი და ვარსკვლავი. ეს არის უბრალოდ ძალა და ვარსკვლავი. ეს არის მაღალი არკანი მერვე, ეს არის მე-11 მაღალი არკანი მერწყულების კარტი, შეიძლება თქვენი პარტნიორი წარმოდგენილი იყოს ამ შემთხვევაში კალოდის ძირში ვინაიდან ამოდის და მომინდა თქმა და გეტყვით, შეიძლება მერწყულის ნიშანს წარმოადგენს და ლომი და მერწყულის ერთმანეთის 180 გრადუსის პირისპირ დგას, ვინც ასე თუ ისე ჩახიდული ხართ ასტროლოგიაში,
პატარა ჩაკვეხება მექნება ასეთ ინფორმაციის და ერთმანეთს ასე ვთქვათ ავსებენ მაქსიმალურად. ლომი მერწყულს ავსებს, მერწყული ლომს. ძალიან საწინააღმდეგო ტიპაჟები არიან, მაგრამ იმას აძლევენ ერთმანეთს, რაც ლომს და მერწყულს ერთმანეთისგან ჭირდება, რაც მათ აკლიათ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ აი ესეთი 180 გრადუს ღერძიანი წყვილი იყოს თქვენ ურთიერთობაში ლომისა და მერწყულის სახით. შეიძლება თქვენ პარტნიორს აქვს ბლოგები, ვლოგები, სოციუმი ძალიან უყვარს, ძალიან აქტიურია სოციუმში და ბრჭყვიალა ვარსკვლავია, ასე ვთქვათ. მაგრამ ესეც ყოველთვის არ იქნება. შეიძლება მერწყულს წარმოადგენს უბრალოდ, მაგრამ სოციუმი არ აქვს. ანუ რაღაც დეტალებს რომ ვიძახი, უფრო იმისთვის ვიძახი, რომ კარგად მიხვდეთ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჭყვიალებს, რომელიც ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია თქვენთვის, აი ამ ვარსკვლავებს შორის და ამ თანავარსკვლავებს შორის ყველაზე დიდი წილი ჩაფიქრებული ნატრა, ოცნება, ყველაფერი მოდის აი ამ თქვენ პარტნიორზე, ასე ვთქვათ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. ორი კარტიდან ორივე ძალიან მაღალი არკანი ამოდის და ძალიან კარგი კარტები სხვათა შორის, ორივე უძლიერესი მომხიბვლელი არის თქვენი პარტნიორი, შემიძლია გითხრათ, ძალიან მანათობელია რაღაცნაირად, რო ქსიამოვნებს, რო აი ცას რო უყურებ და ვარსკვლავები ტკბებია, ესე რო უყურებთ მის ფოტო ვიდეო სტორიებში შესაძლებელია ძალიან ტკბებით და ქსიამოვნებთ, ასე ვთქვათ, მისი ყურება ის ადამიანია, რომლის ფოტოების კიდევ ერთხელ გადათვალიერება და ყოველდღიურად გადათვალიერება მხოლოდ სიამოვნებას და კმაყოფილების შეგრძნებას განიჭებთ და არ გბეზრდებათ, თუნდაც დიდი ხნის მისი ფოტოების ნახვაც კი. ესეც მომდის და ამასაც საქმე ჩავამატებ. მოდი მაშინ გაშლას დაუბრუნდეთ და გავიგოთ წლის ბოლომდე მოხდება თქვენი შერიგება თუ არა. აი ესეთი ერთმანეთის შემავსებელი და მუხტველი პარტნიორები რა ხართ და ესეთი წყვილი ხართ, გამორჩეული, ჭყვიალა, ვარსკვლავური და ვარსკვლავური. შეიძლება ორივე ვარსკვლავები ძაგნებით რაღაცა ცნობადი სახეები, არც ეს არ არის გამორჩეული. 10-იან ხმალი, მე-15 მაღალი არკანი ამოდის ეშმაკი. რაღაცა დასასრული მოხდა ერთი პერიოდის ყველა ვარიანტში. ძირითადი ნაწილისთვის მინდა გითხრათ, რომ წლის ბოლომდე ეს არის დასასრული თქვენი ურთიერთობის და 10-იან ხმალი ეს არის ბოლო ციკლის ადამიანი გაუნձრევლად გდია მიწაზე და ვეღარ სუნთქავს მკვდარია, ასე ვთქვათ, შემიძლია ვთქვა, აი წლის ბოლომდე სიტუაცია იქნება ასეთი, რომ აი გაუნձრევლად არაფერი არ შეიცვლება, რა ეტაპზეც ახლა ხართ, წლის ბოლომდე იქნება ასეთი სიტუაცია. თუმცა მიჯაჭვულობა მე-15 მაღალი არკანით ერთმანეთის ენერგეტიკის მიმართ. გინდათ თქვენ თუ არ გინდათ, ეს არის მაღალი არკანი და ორივე მხარეს აქვს, ორივე მხარეს ესეთი შიშები, ეჭვიანობები, ნეგატივები ერთმანეთის მიმართ, ემოციური ფონი, ერთმანეთის ენერგიის ხარჯვა, გაცემა, ფიქრიც, გაცემა ენერგიის, გამოფიტვა, ეჭვიანობა, გამოფიტვა ადამიანის. ანუ ასეთი ენერგეტიკული დაჭრები თქვენ მიმართ მაინც არსებობს და იარსებობს ადამიანი სოციალურ ქსელში დაგაკვირდებათ ხოლმე და გაითვალისწინეთ თუ რაიმე ისეთი არ გინდათ რომ მანი ეჭვიანოს და კიდევ უფრო გამძაფრდეს თქვენი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია მაქსიმალურად ეცადეთ რომ არ აეჭვიანოთ ერთგვარი რჩევის სახით მიიღეთ ჩემგან და კარტისგანაც სოციალურ ქსელებში ყველა ვარიანტში დაგაკვირდებათ საერთოდ შანსები თუ არის თქვენი ურთიერთობის აღდგენის 7-იან ხმალი ამოდის. რაღაცა იტყუება ადამიანი. იტყუება შეიძლება იმას, რომ აი ცხვირს წევს და გაჩვენებთ, რომ აი всё დამკარგე. და ესეთ სიტუაციაშია, რომ არაფერი არ მინდა, თუმცა თქვენ რაღაცას თავაზობთ და შანსებს აძლევთ, ოქროს შანსებს, სამყაროს სახით აჩვენებთ, რომ აი ნახე როგორი კარგი შანსები გვაქვს, რომ ერთად ვიყოთ და რაღაც, მაგრამ მე-4-იან ხმალი ამოდის კალთისში. ყველა ვარიანტში პაუზაა თქვენ ურთიერთობაში დაკიდებული სიტუაცია. მსხვერპლი ხართ. ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი ამ სიტუაციაში და უფრო მეტად მომდის, რომ თქვენ ხართ ამ სიტუაციაში მსხვერპლის როლში და რაღაცას იმაზე მეც გასცემთ მის მიმართ, ვიდრე იმ ადამიანისგან იმის ნახევარ ენერგიას, თუნდაც დროს და რესურსს ღებულობთ, რომელიც საჭირო, ამიტომ რჩევა თქვენთვის როგორია ამ პარტნიორთან მიმართებაში.
ძალიან აწონდაწონეთ და ძალიან ნელი ნაბიჯით იმოძრავეთ. აი დააკვირდით მის ქმედებებს, დააკვირდით მის ემოციურ ფონს, ბევრი რაღაცა თქვენთვის არის ფარული, რაც თქვენ არ იცით ამ ადამიანთან დაკავშირებით და ესეც ერთგვარი მინიშნებასავით მიიღეთ, რომ შეიძლება რაღაცებზე ხმამაღლა ვერ ყვება და ვერ გეუბნებათ და ფარული რაღაცა სტრესები და თავისი ცხოვრებისეული პერიპეტიები აქვს, ასე ვთქვათ, ამიტომ ემოციებზე მაქსიმალურად ნუ შეჩერდებით, ემოციები დატოვეთ და იარეთ წინ. ეს ადამიანი